მომავალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავე დროს მინდა აღნიშნო, რომ რა თქმა უნდა ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ თუ რაოდენ დიდია ღვაწლი და დამსახურება ჩვენი გმირების, ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა გაწერეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ამიტომ ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ჩვენი ხალხის და ჩვენი ერის გაერთიანება. დღეს 25 თებერვალს გვინდა პატივი მივაგოთ ყველა იმ დაღუპულს, ვინც თავის სიცოცხლეს შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. სამწუხაროდ ოკუპაცია გრძელდება და ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 20% არის ოკუპირებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მეშვეობით მიმდინარეობს სისტემური და ხანგრძლივი ძალადობა ჩვენ საზოგადოებაზე, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საბედნიეროდ ჩვენ მარტო არა ვართ ისე ის როგორც იყო 1921 წელს და დღეს ჩვენი ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავამთლიანოთ ჩვენი საზოგადოება, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მივახდინოთ ეს შედეგი ჩვენი საზოგადოების სასიკეთოდ. უკვე 100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან, რომლის შედეგად მთელი 70 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა შეიძლება ითქვას ტყვეობაში იმყოფებოდა და როგორც იქნა მივახციეთ თავისუფლებას. ჩვენი ტერიტორიები დღესაც ოკუპირებულია. ამ ტერიტორიებს განთავისუფლება ჭირდება. ერთიანი საქართველოს გარდა, გაერთიანებული ქართველი ხალხის გარდა ამის გამკეთებელი არავინ არ არის. ძალიან სერიოზული განსჯის საშუალებას იძლევა დღევანდელი დღე. აი ეს 100 წლისთავი საბჭოთა ოკუპაციის, რომელიც აი პირდაპირ უკავშირდება დღევანდელ პრობლემებს და დღევანდელ ვითარებას.